საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. საღამო მშვიდობის ბატონო მიხეილ. საღამო მშვიდობის ბატონო დავით, საღამო მშვიდობის და ბატონო ტელემოყურებელს. მადლობა რომ გვეწვიეთ. დღეს ვისაუბრებთ თემებზე, რომელიც ვფიქრობ რომ ყველაზე აქტუალურია, საზოგადოებაც აკვირდება მოვლენებს თუ რა ხდება მსოფლიოში და რასაკვირველია დავიწყოთ საქართველოს საკითხით, რომელიც შეეცადა და გაეტანა ევროპარლამენტარების ყურამდე მიეტანა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ჯერაც პრეზიდენტია 29 რიცხვამდე უსმინეს მას თითქმის ცარიელ დარბაზში მეოთხედი იყო, მესამედი დაახლოებით ამ ევროდეპუტატების, ძირითადად იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ფალში ტაშისკვრა იყო, გამოვიდა ის თავის სიტყვით, იქ ახსენა ბევრი მომენტები, საქართველოს ისტორიიდანაც მოიყვანა მონაკვეთი, რომ 21 წელი ახსენა, მისი სანათესაო გასაგებია პიძა გერმანულ აბვერზე მუშაობდა, ბაბუები, მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლები ასე შემდეგ, ამ დეტალებში აღარ შევალ და გააკეთა გზავნილები. ამბობს ასეთ რამეს, რომ ქართველები არ დაიღლებიან, მაგრამ ევროპის გააქტიურებას ელიან. ხაზი გაუსვა ზურაბიშვილმა იმ გარემოებას, რომ სწორედ მაშინ, როგორც გასული საუკუნის დასაწყისში, ახლა არის საქართველოს გზაგასაყარზე და ევროპამ უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს და იღონოს იმისთვის, რომ საქართველო აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში ევროპულ ორბიტაზე. და აქვე დაამატა, რომ ყველაფერს არ აკეთებს ევროპა ამისთვის. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ უკანასკნელ ავანსცენაზე ასვლას სალომე ზურაბიშვილის და როგორი იქნება რეაქციები ისევ და ისევ სტრასბურგიდან და ბრიუსელიდან. ახლა ამ შემთხვევაში იყო სტრასბურგში, ცნობილია რომ რამდენიმე შენობა აქვს ევრო ინსტიტუტის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. არის ესეთი ცნობილი გამოთქმა, პარიჟანკა გაძით. დღეს საქართველოს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა დასავლეთი მოიწვია საქართველოში საომრად. მე რამდენჯერმე უსმინე კოლეგებთან ვისაუბრეთ და შევჯერდი იმ აზრზე, ის აზრი ჩავამიყალიბდა, რომ ერთხელ ბატონი ჩავიდა იქ სათხოვრად, მოსათხოვნად. ძალიან გამახსენა ზელენსკის ჩასვლებმა დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ბრიტანეთში და მისმა კატეგორიულმა ტონმა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ უნდა ჩვენ დაგვეხმაროთ და თქვენ უნდა მოახდინოთ ჩვენი რუსეთისგან დაცვა და უნდა მოგვაწოდოთ იმდენი იარაღი, რამდენი უკრაინელიც მეყოფა. დღევანდელი ქალბატონის გამოსვლა არის პირდაპირი მოწვევა დასავლეთის, ამ შემთხვევაში ნატო იქნება თუ სხვა ცალკეული ქვეყნების სამხედრო დანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე და მან ტყულა არ თქვა, არ ახსენა 21 წელი. მიანიშნა დასავლეთს, რომ თუ თქვენ არ აქტიურებთ და არ დაასწრებთ რუსეთს და ჩვენ გვახსოვს 21 წელს რუსეთმა დაასწრო ზოგიერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანას, დეტალებში ჩავღმავდებით, მიიღებთ ანალოგიურს. მან ასევე განაცხადა, რომ ლენინის მეთოდებითაა საჭირო მოქმედება და ჩვენ ვიცით ლენინის მეთოდებში რა იგულისხმებოდა. 11 არმიის შემოყვანა საქართველოში, საქართველოს ტერიტორიის დაკავება და შემდგომ ის პროცესები, რაც განვითარდა. ანუ მისი ერთ-ერთი ალბათ ბოლო ვიზიტი პრეზიდენტის რანგში, თუმცა ის იტოვებს იმედს და არის კულუარული ინფორმაცია, რომ ის არაპირებს თანებდეს ასე მარტივად, როგორც თვითონ თვლიან. მოახდინოს თავის შტაბ-ბინის გაძლიერება და რაღაცა პერიოდი მაქსიმალურად შეეცადოს ეს ბარიკადები აღმართოს და გამაგრდეს თავის სასახლეში. შვეიცარიულ გამოცემაში გუშინ დაადასტურა ეს ინფორმაცია, რომ სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, ის არაპირებს არაპირებს და აი ზუსტად დღევანდელი მისი გამოსვლა, პუნქტობრივად რომ განვიხილოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პირდაპირი მოწოდება დასავლეთისთვის, რომ აქ გაიხსნას უკვე თუ ვინმეს აქამდე ეჭვეპარებოდა, რომ ლიბერალური ძალები და ლიბერალური ოპოზიცია აქ არაპირებდა მეორე ფრონტის გახსნას, აგერ ბატონო, პუნქტობრივად განიხილეთ ამ ქალბატონის გამოსვლა
და მოусმინეთ მის რიტორიკას, მის ვერბალურ თუ ვიზუალურ გამომეტყველებას, როგორი იდგა და რა ბედნიერი იყო იმითი, რომ თავის ქვეყანას, რომელსაც რა თქმა უნდა ის თავის ქვეყანას არ თვლის და ახლა ნურავენ მოვიტყუებ თავს, ეპატიჟება აი საქართველოში, ეპატიჟება დასავლეთის სამხედრო ძალებს. ორიოდე სიტყვით ვიტყვი ღმერთო დაიფარო, ამას რა მოყვება. ამას მოყვება რუსეთისგან ძალიან მკაცრი და ხისტი რეაქცია და ავტომატურად ჩვენ აღმოჩნდებით ზუსტად იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობის მიღწევაც უნდათ საქართველოში და შემდგომში უკვე საქართველოდან მოახდინონ ის პროვოკაციები, რომელიც დაგეგმილი აქვს რუსეთის მიმართებაში, ჩრდილო კავკასიაში. დღეს ჩვენ ეთერშიც 21 საათზე იქნება ძალიან საინტერესო სიუჟეტი, სადაც ბატონი მამუკა ფიფია იქნება ასე ვთქვათ ეთერში, ამ სიუჟეტში იქნება და იქ ძალიან დეტალურად არის განხილული რა მეთოდი და რა საშუალებით მოხდება და როგორ ფიქრობენ საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთხელ გამოყენებას და გირჩევთ ამ სიუჟეტს უყუროთ. რაც შეეხება აქ მიმდინარე პროცესს, ავტომატურად გადაებმება ხალბატონი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის გამოსვლა იმ ახალ ტალღას, ახალ კამპანიას, რომელიც დაწყებულია საქართველოში იმ არასამთავრობოების მიერ, რომელსაც ძალიან დიდ დაფინანსებას დღეს სიუჟეტში ვნახეთ ჩვენ დაიჯესტში, რომ 130,000 თუ 115,000 დოლარზე ეს წვეთია წყალში. ჩეხეთის მთავრობამ გვაკეთდა რომ 230,000 230 მე მედიის კი ბატონო მაგრამ მანამდე დასავლეთსა გაკეთებული განცხადება რამდენიმე 100 მილიონ დოლარზეა საუბარი, რომელიც გამოყოფილიყო საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის გამოიყოფა ასე ვთქვათ ამ NGO-ების და არასამთავრობოებისთვის. რა იყო აქ საგულისხმო ჩემი აზრით? მათ ლომჯარია იყო იქ თუ არ ვთქვი, გიგაური და კიდევ აღარ მახსოვს რამდენიმე. მათ პირდაპირი ტერორი მოუწყვეს სამართალდამცავებს, სამართალდამცავი ორგანოების გვარებით იყო დასახელება მათი, დაემუქრნენ რომ ისინი იქნებიან მიცემული პასუხისგებაში და აგებენ პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელსაც ისინი ჩადიოდნენ. დეტალებში აღწერეს არსებული თუ არარსებული გადასტოვები, რომელიც იყო მომიტინგეების დაკავების დროს და ასევე არ დატოვეს პატივისცემის გარეშე მოსამართლეები, სასამართლო სისტემა, პროკურატურა, ანუ მთლიანად მოახდინეს დაბულინგება, არ მიყვარს ეს სიტყვა, ტერორი მოახდინეს ყველა იმ სამართალდამცავების მიმართ, რომლებიც ბოლო 20-25-30 დღეა არჩევნებიდან და არჩევნებამდეც მე ბევრჯერ მithქვამს გავიმეორებ, ადლოამინდა უთხრა სპეცსამსახურებს უშიშროებას, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ეხლა უფრო დიდი სამუშაო აქვს წინ, მე თუ მკითხავთ, ისეთი ვითარება არის. და სალომე ზურაბიშვილი, რაც შეეხება ამ აქციებს, რაც თბილისში მიმდინარეობდა პირიქით ამ ევროპარლამენტარების წინაშე, ისე წარმოაჩინა, რომ ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. ხო, აი ხა მე რატო გამომახვილე ყურადღება დღეს ამ NGO-ების ქალბატონების გამოსვლაზე. ისინი ამზადებენ წინაპირობას და მე უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, დღევანდელი პრეზიდენტის გამოსვლა და ამ ქალბატონების ესე ვთქვათ ბანის მიცემა აქედან, ეს არის უახლოვეს დღეებში ჩვენ ველოდებით და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დაიწყება პარლამენტის წინ ახალი ესკალაცია. თან უფრო მწვავე ესკალაცია. რა თქმა უნდა, უფრო მწვავე ესკალაცია დაიწყება და ეს იყო მომზადება, წინაპირობა იყო და გაფრთხილება იყო სამართალდამცავებისთვის, რომ ისინი დაბრკოლდნენ, დაფიქრდნენ, შეეშინდეთ ოჯახის წევრებმა მოახდინონ მათზე ზეწოლა, იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს აი ამ ფრონტზე არის, სამართალდამცავი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, გარკვეული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ეს რთული ამოცანაა. რთული ამოცანა, რა. ვინაიდან აი ის მოწოდება და გავლენა მოახდინონ თუნდაც თავიანთ შვილებზე თქვენ რაც ბრძანეთ, ეს არ არის მარტივი, ვინაიდან მათ ისეთი ბაცილა აქვთ უკვე, რომ საკუთარი მშობლის წინააღმდეგაც წავიდნენ. კი ბატონო და პავლიკ მაროზოვი რო გადაეფარა ვთქვა. კი, სამწუხაროდ მათ ჩვენ შვილები მოყარეს, შვილიშვილები მოყარეს იმ ცრუ დაპირებები და იმ ცრუ რწმენით, რომელიც აი ეს ბაცილა, რომელიც თქვენ ბრძანეთ 92 წლიდან, აი როგორ ინერგებოდა, იცით, აი რამდენჯერმე იხვნებოდა ეს ნიადაგი, მერე ნოყიერს ხდიდნენ სასუქით,
ყოველგვარი უბედურებით და ნუ ჩვენ მივიღეთ უკვე მეორე თაობა სახეზე, რომელიც არის აი ამ უბედურებაში და ბატონო მამუკამ ბრძანა რამდენიმე დღის წინ, რომ ეს ორი კვირა იქნება ძალიან მძიმე იქნება და ზუსტად აი ამ განცხადების შემდეგ ასავლში იყო თუ არ ვხდები, ამ განცხადების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ასე ვთქვათ ორკესტრირებული შეტევა პრეზიდენტისგან და არასამთავრობოებისგან. ამავდროულად სიუჟეტში ვნახეთ მაკეინის ინსტიტუტის განცხადება, რომ ისინი წუხილს გამოთქვამენ. ახლა ჩვენ ესე მოწავიკითხოთ ეს, იმიტომ რომ გაკვირვებულები არიან, მაგრამ ამ გაკვირვებაში წუხილიცაა, რომ აი ბიჭო, რა დაგემართათ, როგორ მოახერხეთ ორი გვამის ორგანიზება. ანუ იკვრება ეს ახალი წრე, შეიძლება 2-ც კი არა და 3-ც და 4-ც. ხო, ეს უკვე როგორ წაუვათ მათ თავიანთი საქმიანობა და ყველანაირად ეცდებიან, რომ ალბათ მომავალი კვირიდან შეიძლება აი ეს დღეებიც, უახლოეს დღეებიც იყოს ძალიან დაძაბული, მოახდინონ ესკალაცია და წავიდნენ მაქსიმალურ დაძაბამდე, რომ ახალი წელი, რომელიც არის, ნუ ყველა ადამიანისთვის ძალიან საკრალური, ძალიან საყვარელი, რაღაცა ჯადოსნურთან არის დაკავშირებული. ეს ახალი წელი ჩაშხამდეს ხალხს და აიძულონ ხელისუფლება ისეთი არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას, რომელიც დაუშვათ ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს საქართველოს მოსახლეობას და უკვე გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ, რომ ახალი პრეზიდენტის ბატონი მიხეილის ინაგურაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აპირებს კომენდანტის საათის თუ რაღაც მსგავსის გამოცხადებას, საგანგებო მდგომარეობის კომენდანტის საათი და ამა გამოიწვია ძალიან დიდი ნებათაღელვა ხალხში, უბრალოდ მოსახლეობაში, იმიტომ რომ მათ თქვეს, რომ კი ბატონო, ჩვენ შეიძლება სახში ვიყოთ, მაგრამ ძალიან ბევრს ექნება სპეცსაშვი, რომლითაც ისინი გადაადგილდებიან. ამისკენ თუ მიდიან და მე აი ამ ფონზე რაც დღეს მოხდა, მე უკვე მიშთება ეჭირო ის მაქსიმალური ესკალაცია, არ გამოვრიცხავის ნაძვის ხე დაწვან, არ გამოვრიცხავ იქ მოაწყონ პროვოკაცია, ისეთი, რომელიც გამოიწვევს მასიურ ფსიქოზს და აი ამ ფსიქოზის დროს უკვე აღმოჩნდება საქართველოს ის ადამიანებიც კი მოსახლეობა, რომელიც დღეს სახში ზის, განწყობილი იყოს, თუმცა ერთ რამეს დავამატებ რა. რაც მეც მოძრაობენ ეს ოპოზიციონერები და კუბოს დაწვებით და კუბოს გამოტანებით და მერტო ყოველას დაგვიფაროს და მშვიდობა გქონდეს, მით მეტ მომხრეს ისინი კარგავენ, მაგრამ აი ეს რადიკალური ფრთა, ის რადიკალური რამდენიმე 1000 ადამიანი აბსოლუტურად საკმარისი არის იმისთვის, რომ მოახდინონ ესკალაცია და ღმერთო დაიფაროს რამდენიმე ათეული ადამიანიც კი, რომლებიც აი სიუჟეტში იქნება დღეს მოახდენენ ესკალაციას, მე ამას ექნება ძალიან დიდი და მძიმე შედეგები. მათ ეს ძალუთ. რა თქმა უნდა. კადრები თუ ნახეთ ბატონო მიხეილ თქვენ ზოგიერთი ამ დემონსტრანტის, ანუ აქციაში მონაწილის, ისინი საკმაოდ კარგად მომზადებულები, პრინციპში აი წიხლებით, ჰაერში, ანუ ილეთებით, სამბოს ილეთებით უსწორდებოდნენ პოლიციელებს, რომლებიც მერე იქ გრანიტის ფილებზე სალიტოს აკეთებდნენ ისე ტრიალები. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აი წინა მიტინგებზე მათ თავისი, ასე ვთქვათ, აი ესეთი ესკალაციის საშუალებების ნახევარიც არ გამოუყენებიათ. აინტერესებდათ ზონდირება გააკეთეს, მოამზადეს საზოგადოება, მოამზადეს მედია, თავიანთი მოამზადეს თავის არასამთავრობოები და მოამზადეს დასავლეთი, რომელიც იქნება ძალიან სერიოზულად ჩართული ამ სიტუაციაში და ჩვენ გვახსოვს, კარგად გვახსოვს 91 წლის იანვარში რო დაიწყო ის უბედურება, რაც ხდებოდა თბილისში, კოლმეურნევის მოედანზე, მეორე დღეს გაჩნდა კოლმეურნევის მოედანზე ვერაზე, რამდენიმე ლოკაციაში გაჩნდა პატარა მაშინ უაზიკები იყო. კი. უაზიკები გახსნილი უკანა ბორტ გადასცდა და ავტომატები ეწყოდა. ყველას ვისაც ქონდა სურვილი თუ არ ქონდა სურვილი, ამ ავტომატს კიდევდა ხელს და მე ეს ავტომატი საწავიდა, როგორ წავიდა, ყველა კარგათვის. ანუ ანალოგიური მდგომარეობა ერთიანთება უნდა ღმერთო დაიფაროს. აი ერთი ასანთი უნდა რომ საქართველოს მოეკიდება ცეცხლი და აი ამ განწყობები და ამ განცხადებებით რაც ჩვენ დასავლეთი აკეთებს და მათ შორის მაკეინის, მათ შორის ეს საელჩოები, მათ შორის აი ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ყველანაირად დაეხმარებიან. ძალიან ბევრი ბიზნესმენი, მე მინდა სამართალდამცავ ორგანოებს, განსაკუთრებით სუს ვთხოვო, რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენები, რომლებიც არა მარტო ვერბალურად და წერილობით აკეთებენ განცხადებას, რომ გმობენ ბატონი კობახიძის ამ გადაწყვეტილებას, არამედ ფინანსურად ეხმარებიან
ფინანსურად ეხმარებიან იმ ძალებს, რომლებიც ამაში არიან ჩართულები. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს სპეცსამსახურების საქმე, რომ მათ მიაქციონ ყურადღება იმ ბიზნესმენებს, რომელთაც მშვიდობა, აი წარმოიდგინეთ ბიზნესმენი, რომელსაც მშვიდობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ცდილობს ჩაერთოს ავანტურაში და ცდილობს ჩაერთოს და დააფინანსოს ის ძალები, რომელმაც საქართველოს შეიძლება გაახვიოს ცეცხლსალში. ეს გასაკვირიც არ არის ბატონო მიხეილ, იმიტომ რომ თავად ამ ბიზნესმენებს, რომლებსაც თქვენ ასახელებთ, ხო, ამ ბიზნესის წარმომადგენლებს და მეც უყურებ ხა მთელ რიგ საიტებზე, როგორი შეწუხებულები არიან ბიზნესის მართველი წრეები. და მხარდაჭერას უცხადებენ ფაქტობრივად ამ აქციებს და ანტისახელისუფლებო მიდგომები აქვთ. უბრალოდ ამას აკეთებენ უფრო შენიღბულად, უფრო რაფინირებულად. მათი ბიზნესები დაიწყო სწორედ ამ ფულად საკრედიტო ინიექციებით, რაც დასავლეთიდან მოდიოდა. ანუ ფაქტობრივად ამის გამო მისცეს მათ ეს ფული, რომ საჭირო მომენტში საჭირო პოზიცია დაეფიქსირებინათ. და ახლა აფიქსირებენ სწორედ ამ პოზიციას. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვართ აი იმ გზაგასაყარზე, როდესაც საქართველო ან იქნება, ან არის, რა თქმა უნდა, იქნება, ორი აზრი არ არის ამაში, მაგრამ რის ფასად უნდა გადავრჩეთ და როგორი იქნება საქართველო. ისტორია ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, ნუ თუ ისევ საქართველოდან უნდა დაიწყოს იმ ახალი ურთიერთობების აღდგენა, რომელიც დაიწყო 1922 წელს. ეხლა ვინმე არ ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი აღდგება და იქ მოლოტოვი ავა კრემლის ტრიბუნაზე და ვოროშილოვი. არა, აქ ახალ ურთიერთობებზე ალაპარაკი, ჩვენ გვახსოვს 1800 იმპერიაში საქართველოს შესვლა, ჩვენ გვახსოვს 21 წელი და 22 წელი გვახსოვს, როდესაც საქართველოსთან ერთად მოხდა იმ საბჭოთა კავშირის შექმნა. ნამდვილად არ მინდა ჩვენ ხარჯზე და ჩვენ დაზარალების და დანგრევის და დაშლის ხარჯზე მოხდეს ეს. ჯობდა ჩვენ ამისთვის ასე ვთქვათ, აგვეყო ტაიმაუტი, დაგვეცადა ეს პროცესები მაინც მოხდება და მერე შევსრულიყავით. მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა ჩვენი ემოციების, ჩვენი ტემპერამენტის თუ რაღაცეების თუ გამოუცდელობის და მოკლე ისტორიული მეხსიერების ბრალია ის, რომ ჩვენ ყოველთვის ყველგან პირველები ვეტენებით ბოდიში ამ გამოთქმაზე და მერე ვიღებთ იმ შედეგს, რაც არის. სამწუხაროდ დღევანდელი ბატონი ალიევის ინტერვიუ ეს არის საკმაოდ სერიოზული ზარი, რომელიც გაისმა კავკასიაში. და რაც შეეხება საფრანგეთის ყურებს, საფრანგეთის ყურები მაკრონის ყურები, ხო, მაკრონის ყურები სასონხეთში უკვე ჩანს, როდესაც როგორც აღნიშნე, მიდის საკმაოდ ახალი იგი ინტერვიუში ამბობს, რომ თავდასხმითი იარაღი შედის თქვენ ბრძანეთ ამის შესახებ. ამ ინტერვიუს დეტალებზე უფრო ცლად ვისაუბრებთ. კი ბატონო, კი. ცოტა ხანში უბრალოდ თქვენ ახსენებდით ესეთ კონტექსტი იყო ასეთი ამ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან, იხსენებდით გასული საუკუნის 20-იან წლებს და ზურაბიშვილმაც გამოიყენა ერთი მომენტი, სადაც ამბობს, რომ აი რუსეთიო ჯერ კიდე იმპერიის დროს, ანუ მეფის რუსეთის დროს მაშინდელი რუსი გენერლები ხელმძღვანელობდნენ იმით, ხშირად ამბობდნენ ასეთ ფრაზას, რომ ვინც აკონტროლებს თბილისს, აკონტროლებს კავკასიას. და აი აქეთკენ მოუწოდა სწორედ ამ ევროპარლამენტარებს, რომ ამას მიაქციეთ ყურადღებაო, მაგრამ ნახეთ რას ამბობდა კაია კალასი 2 დღის წინ, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 რიცხვამდეო ჯერ კიდე პრეზიდენტიაო და იქ კიდე ბევრი რამე შეიძლება მოხდესო. აი გულისხმობდა სწორედ იმას, რაც ჩვენ ახლა პრინციპში თქვენ დაანონსეთ, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება ჩვენ აქ მივიღოთ სერიოზული ესკალაცია, ბევრად უფრო მწვავე, ვიდრე იყო აი გასული კვირეების განმავლობაში. ამის ჩანასახიც უკვე არის, ახლა მე სოციალურ გვერდში ვადევნებდით ამ თვალს, იქ გამოჩნდა, რომ უკვე სტუდენტები კვლავ იკრიბებიან, ეს ორკესტრირებული გამოსვლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიდან ახლა უფრო განავრცეს, უფრო არეალი, ახლა დევნილების აქცია დაანონსეს. ანუ აქ იგულისხმებიან ალბათ აფხაზეთიდან და სხვა ყველა იმ რეგიონებიდან, თქვათ, ცხინვალი იქნება თუ რა ვიცი, სადაც კი დევნილები ყავს ჩვენ, აი დევნილთა აქცია იქნებაო. ასეთი ტიპის ეს აქციები კიდე იქნება და ალიევის ინტერვიუს რომ მივუყვებით, დღეს იყო ძალიან სენსიტიური აქცია, ეს შეზღუდული შვილები ვისაც ყავს შეზღუდულნარიანი, მათი აქცია იყო და ეს გამოვიდნენ დედები და ყვებოდნენ, რომ ყველაფერი ის რაც მათ აქვთ, ეს არის დასავლეთისგან, დასავლეთი აძლევს ამის საშუალებას და ესეც საკმაოდ აი
პოლიტიკაში არ ჩახედულმა ადამიანს შეიძლება ესეთი შაბეშტლება დარჩეს, რომ აი ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, მე არავის მტერს არ უსურვებ, თუ მე გვიყურებს მიიღა ჩემი პატივისცემა ნებისმიერმა იმ ოჯახმა, ვისაც ესეთი, ასე ვთქვათ, ოჯახში პრობლემა აქვს, თუ მსუბუქად ვთქვათ პრობლემა, ხო? მაგრამ აი გამოყენება აი ამ მდგომარეობამდე ჩვენ ხო ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან ვეღარ მიიღებს, რომც ყველა პირობა შეუსრულოს, მაინც ვეღარ მიიღებს. უფრო მეცაც გეტყვით, ბატონ დავით. აქ სულ რო აი სააკაშვილის ხელისუფლება დააბრუნონ, აი 100%-ით კალკით. მაინც დასავლეთი ამათ ფულს ვეღარ მისცემს. უბრალოდ ერთი მიზეზის გამო, თუ მათ არ დაიწყეს კონფლიქტი რუსეთთან, ისინი ამ ფულს ვერ მიიღებენ. ამიტომ ადამიანების შესთომაში შეყავდა ძალიან სენსიტიური თემებია. ძალიან სენსიტიური თემები თქვენ. მაგრამ ნახეთ ბატონო მიხეილ, თქვენ სწორად ბრძანებთ, სწორად მიყვებით ხას რუსეთთან დაპირისპირების გამო უნდათ ხელისუფლების შეცვლა, ეს ერთი. მაგრამ რაც შეეხება დაფინანსების მიღებას, აი აქაც უკვე კითხვის ნიშანია, ვინაიდან ევროპას აღარ აქვს ის ფული, რომ საქართველოს მისცეს თუნდაც რუსეთთან საომრად. უბრალოდ როგორც საზარბაზნე ხორცად უკრაინელებს წირავენ, სჭირდებათ ასეთივე არეულობა. თორემ ის რომ აქ ახლა ჩვენ იარაღით მოგვამარაგონ, ან კიდე დამატებით ფინანსური რესურსები გადმოისრულონ, დიდი ალბათობით ეს ვეღარ და აღარ მოხდება. ისევ თუ ვაშინგტონი იზამს ამას, თორე ევროპის ქვეყნებს ამის რესურსი უბრალოდ არ აქვს. რა თქმა უნდა. ცალკეულ ქვეყნებში, აი ლოკომოტივ ქვეყნებშიც კი, საფრანგეთი, გერმანია სხვა კრიზისია. უკრაინელებს რასაც პირდებოდნენ თანხებს გულისხმობ, ფინანსებს გულისხმობ, იმასაც კი ვეღარ აძლევენ. ქამრების შემოჭერა აქვთ, უბრალოდ მაქსიმალურად ნიღბავენ ამას ყველაფერს. მოდით ახლა მივყვეთ ისტორიას. დავიწყოთ. 96 წლიდან ავიღოთ, როდესაც დასავლეთი საბოლოოდ დაფუძნდა საქართველოში და საქართველოს კოლონიად გაიხადა. მივყვეთ მე გავიხსენოთ სააკაშვილის აღზევება დასავლურ მედიაში იქნება თუ დასავლურ establishment-ში და მე ოცნება. რა არ შეუსრულეს დასავლეთს? აი, რამე იყო ისეთი, რომელიც თუნდაც ოცნებამ დავანებოთ თავის სააკაშვილს, რომელმაც მაინც ვერაფერი ვერ მიიღო დასავლეთიდან, რამე ისეთი იყო, რაც არ შეუსრულეს? რომელიმე კანონზე, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა ქართულ მენტალიტეტს, ჩვენ ტრადიციებს, არ იყო მიღებული დასავლეთის მიერ? LGBT იყო იქ ნებისმიერი კანონი, მიწების გაყიდვაზე 96-ში. 96-ში პირველი კანონი რა მიიღო? მიწები ჩემი სუსტი წერტილია, ძალიან ხოთრად ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს. არა, მე ინტერეს არა. რეჟისორებისგან, პროდიუსერებისგან პრობლემა არ შემექნეს, ჯობია აი მიწებს გავანებოთ და. არა. დღესაც რეესტრიდან მოვდივარ ძალიან გაბრაზებული. ვიცი, მაგრამ მე უნდა ერთი რამე დავაფიქსირო. 1996 წლის თებერვალში შემოიტანეს პირველი კანონ პროექტი მიწების გაყიდვაზე. მანამდე აი ეს სიგიჟე რო ხდებოდა საქართველოს 92-16 წლამდე ერთი კანონს ვერ ნახავ, თქვენ მიწები გაყიდულიყო. რატო ამბობ? საქართველოში როგორც კი შემოვიდა დასავლეთი, იმ წუთში დაიწყო საქართველოს ნგრევა. აი პირველი კანონი, ხო შეიძლება სხვა კანონი შემოეტანათ ადამიანის უფლებებზე, რაღაც ჯანდაცვაზე, განათლებაზე. არა, პირველი იყო მიწები. მიწებზე მიიღეს კანონი და ნუ ჟვანიას პარლამენტმა მაპატიეთ დიდი ზარზეებით მიიღო ეს. მერე ყველა გადაწყვეტილება ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც ხდება, ყველა გადაწყვეტილება არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი. მიდგომა არის ანტისახელმწიფოებრივი. ანუ შენ რისთვის ჭირდები? ჩვენ ერთი რამ ვერ დავადგინეთ ბოლომდე რა, მეც მათ შორის ალბათ რა. ჩვენ რისთვის ჭირდებოდით დასავლეთს? აი ამას თუ გავიაზრებთ, ჩვენი ფუნქცია რა იყო? ჯერ იყო ეს ფუნქცია, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით მიმწოდებელი თურქეთისთვის მისი რა ქვია, ნედლეულის ხეთყე, რკინა არ დავტოვეთ, არაფერი არ დავტოვეთ, პირწმი აი მაგნიტით რო შეისრუტებს. აი ისე გაიწმინდა საქართველო. ფერადი მეტალებზე აღარ ვობ, ნებისმიერი მეტალისგან. ისე განსხიპეს ჩვენი ტყეები. მე კარგად მახსოვს, ეშალონები მიდიოდა აქედან. ქარსაცავი ზოლები გაასხვისეს. ამოღებული იყო. მამაო ჩვენოსავით ვიცი, უკვე კადასტრის თანამშრომელი რეგისტრატორის ფუნქციებში შევდივარ უკვე. ამოღებული, აი რუკას უყურებ. არ გაგაგრძელებიებ, თორე მამაო ჩვენოსავით. თორე შეიძლება ძალიან ანერვიულდეთ. ამიტომ თქვი წინასწარ. ხო, არა, აი აღარ დაუბრუნდები. ქარსაცავი ზოლები გაასხვისდა. ამოღებული იყო სარწყავი სისტემები. მელიორაციის. ანუ ჩვენ ფუნქცია რა ქონდა? ის ფუნქცია ხო
დავამთავრეთ, გავაძღეთ ჩვენი მეზობელი თურქეთის ის ტერიტორია. მერე შეგვეცვალა ფუნქცია. მერე გავხდით ქვეყანა, რომელიც უნდა ყოფილიყავით რუსეთისთვის პოტენციური პრობლემა. და ამ ხელისუფლებამ რაზე წაიტეხა ბჭყალებში დასავლეთთან და რატო გამოიწვია მათი ხო ყველაფერი შეუსრულეს. აი, მოდით ტელემაყურებლებმა ყველაფერი გაუკეთეს დასავლეთ ამ ხელისუფლებამ. ერთადერთი რამის გარდა ეს იყო რუსეთთან დაპირისპირება და რუსეთთან კონფრონტაცია და დღეს თუ ვინმეს ეჭვი ეპარება. შეიძლება იყოს სკეპტიკოსები და მეუბნეოდენ რომ კი ახლა ოცნება ანგელოზი არ არის, მაგრამ შენ ძალიან გადაიმასურები გადაღუნდავ ჯოხს, იმიტომ რომ არავითარ ომზე არა ლაპარაკი. დღეს ჩვენ ქალბატონის სალომიას გამოსვლის შემდეგ დავინახეთ რომ მან პოლიგონად გამოაცხადა საქართველო. თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, ღმერთმა დაიფაროს. მოხდეს ის რის გაკეთებაც უნდათ. და ჩვენ თუ ომი იწყება, ხა ძალიან ესეთ ძიმე საუბარს ვიწყებ. ნამდვილად არ არის აქ შესატანი, ვინაიდან 90-იან წლებში გამსახურდიას, ანუ თავის მეუღლესთან ერთად რო იქ პარიზში იჯდა, მიზანმიმართული პასკვილები და სპეციალურად, გადაცემები ეწყობოდა, ანუ ზურაბიშვილი იყო ავანგარდში გამსახურდიასთან ბრძოლაში. რასაც მოყვა ეს სისხლისღვრა. ანუ 100 ადამიანამდე ხო დაიღუპა აქ პირველ სკოლასთან. მთელი თბილისის ცენტრი განადგურებული იყო. ამიტომ ჩვენ ეხლა შევდივართ ყველაზე მძიმე სტადიაში. ნახეთ, რატო არ გააკეთეს ამ NGO-ს ხელმძღვანელმა ქალებმა ეს განცხადება დაუშვათ ერთი კვირით ადრე. იგივე პროცესი ხო იყო 10 დღის განმავლობაში, 2 კვირის განმავლობაში, ყველაზე მძიმე ასე ვთქვათ დაჭერები და ყველაზე ხისტი მოპყრობა პოლიციის მხრიდან როდის იყო? 10 დღის წინ დასრულდა ეს, ხო? ბოლო ერთი კვირა, 10 დღე პრაქტიკულად არავისთვის ხელი არ მოუკიდიათ. ხო მეთანხმებით? ნუ შეიძლება 1-2 კაცი ძალიან ვინც უკვე ზღვარს გადავიდა ისე 10 დღის წინ კი არ გააკეთეს ეს განცხადებები, რომ ეს მდგომარეობაა და აი ესეთი მდგომარეობაა და იქ მანქანაში ატიტულებდნენ, მერე წყალს ასხავდნენ, მერე ცემდნენ. გადაცდომები რა თქმა უნდა იყო და ეს ხელისუფლებამ აღიარა და უნდა დაისაჯოს ისინი, მაგრამ დღეს გააკეთეს, დაამთხვიეს, მე მინდა მთელი სურათი შევეცადო, სურათი დავხატო იმისი, რისკენ მიდიან. და აი ეს სხვა პროფესიის ხალხის ქუჩაში გამოყვანა 30, 40, 60, 70 აჩვევენ ხალხს მიტინგის და აჩვევენ ხალხს იმას, რომ დაძაბულობა კიდე იქნება და ახალ წლამდე ჩვენ ეს გვექნება ძალიან აქტიურად. რაც შეეხება როგორ შეიძლება გადავრჩეთ. ბატონი ალიევის გამოსვლა ეს არ იყო მარტო თავისი ამორჩევის თუ თავის მოქალაქეებისთვის. ეს იყო ჩვენთვისაც გამოსვლა, იმიტომ რომ საქართველოში არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება დააჩქარებს სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანზე სამხედრო ოპერაციის დაწყებას. კი ბატონო. თუ ჩვენ მივახციეთ იმ კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი ალბათობით ის შეერაღება რაც შედის სასომხეთში გამოყენებული იქნება და ეს იქნება ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ბოლო და ყველაზე სისხლიანი მცდელობა კავკასიის აფეთქების. თუ ჩვენ მოახერხეთ და აი გაზაფხულამდე სადაც საუბარია სომეხი ექსპერტების და ვთქვათ ვინც პოლიტიკით დაინტერესებული ამ პერიოდს ასახელებენ, აპრილი-მაისს ასახელებენ, იმ პერიოდად თუ მივახციეთ ჩვენ მშვიდობით, მერე ჩვენ შეიძლება უკვე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგეთ. თუმცა ის გახელება, რომელიც აქვს დასავლეთ ჩვენს მიმართ და მე ერთ რამესაც გავბედავ, ერთი რამეს თქმასაც გავბედავ რა. ჩვენ ძალიან დიდი იმედები ნუ გვაქვს ტრამპზე. ტრამპი ეს არის გაგეთანხმებით. ეს არის ზომიერი გლობალისტი, რომელიც არის თავის ქვეყანაზე და თავის ქვეყნისთვის სიკეთის მოტანისთვის განწყობილი. ყველას გაწირავს, ოღონდ თავის ქვეყანა იყოს უკეთეს. კაცი არის, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ძალიან დიდი ნებისყოფის ადამიანი, რამდენჯერმე გაკოტრდა, რამდენჯერმე დაიბრუნა ეს ქონება, დღეს მილიარდელია და მას ზურგს უმაგრებენ. წინამორბედი შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი და დღესაც არის საფრთხე, რომ მას შეიძლება ვერ მიაღწიოს ინაუგურაციამდე. იმდენად იზაბება სიტუაცია, თქვა გრება. კითხვას დაგისვამთ ამასთან დაკავშირებით. ტრამპი 20 იანვარს ხდება უკვე პრეზიდენტი, გადაიბარებს უფლებამოსილებას. აი თქვენ, უბრალოდ შეფასება, როგორ ფიქრობთ, თქვენი აზრი მაინტერესებს.
ვიცით მისი ძირითადი პოსტულატები, მისი ხაზი, რომ ის არის ტრადიციული პიროვნება, ძალიან პატივსცემს ოჯახს, ეწინააღმდეგება სხვადასხვა გენდერების და LGBT-ს პროპაგანდას და გარდა იმისა, რაც თავად სურს, რომ მექსიკასთან ღობე უნდა იყოს აშენებული, ეს ემიგრაცია არ უნდა იყოს, უნდა ისევ აგუგუნდეს ყველა ეს გაჩერებული ქარხნები დეტროიტში და ასე შემდეგ, მათაც აქვთ შტატებში ისეთივე ქალაქები, როდესაც ჩვენთან გლობალისტური მედია ხშირად ხატავს აკრამარასი აფხაზეთში მიგდებულ, რუსეთშიც არის ბევრი ასეთი დაცარიელებული ქალაქი მოჩვენებები, შტატებშიც არის საკმაოდ ბევრი ასეთი ქალაქი მოჩვენებები. ვინაიდან თუ აღარ არის გასაღების ბაზარი, ის ქალაქი კვდება. ჩვენთან ახლა ის ახალგაზრდობა, რომელიც დიდი მასა იყო დასავლურ პრესებში წერენ, ბევრი ხალხიაო. ეს ხალხი წარმოიდგინეთ ახლა, თუ კი აქ ფაბრიკა ქარხნები მუშაობს, 3 წლაში დასაქმებულები. აი ეს ახალგაზრდები გახსოვთ ხომ, ხალათებს რო იწმევდნენ და ჩარხთან რომ მუშაობდნენ. რას აკეთებენ იქ? არაფერს. გარდა ხმაურისა და არეულობის მოწყობისა. ხო და ტრამპი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა ავაგუგუნოთ, მაგრამ მე გისვამთ აქ კითხვას. საგარეო პოლიტიკური მიმართულება შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც აქვს ამ ქვეყანას ეს ჰეგემონის სინდრომი და სურს ყველაფერი აკონტროლოს. დაანონსდა სანამ უფლებამოსილებაში შევა, თუ როგორ მოახდენს ოპერირებას უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ტრამპი. და უკვე იკვეთება, რომ ის რუსეთსაც წაუყენებს პირობებს. ანუ იჟონგლიორებს ამ ფაქტით. დასვამს ორივე სავაჭროთ, იქნება ზელენსკი თუ პუტინი, აქედანვე ეძახის, რომ აი ზელენსკის მე დავსვამ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ აქ პუტინიც უნდა დაჯდესო მაგიდაზე. რომ ილაპარაკონო. რუსეთის პოზიციაც ვიცით, არ სურს არაფრის დათმობა, არაპირებს ამ კონფლიქტის გაყინვას და ასე შემდეგ. ახლა მე გეკითხებით თქვენ, ბერკეტი რუსეთის პრეზიდენტზე манипуლირებისთვის, როგორც მედიატორს ტრამპს რა ექნება. ურჩევნია მას აქ საქართველოში, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საუბარი, რომ ჩვენს ვართ ტრადიციული, ჩვენს LGBT აღარ გვინდა. გახსოვთ ხომ აქ ხიდის ქვეშ აწყობდნენ LGBT აქციებს, რამ ცდილობები ჰქონდათ. და აი ტრამპსაც აქ ისეთივე პოზიცია და ისეთივე ღირებულებები როგორც აქ ჩვენ, მაგრამ აი გეკითხებით, რა ურჩევნია ტრამპს, თავად კონსერვატორს და ანტი-LGBT პიროვნებას, რომ საქართველოში იყოს მასა, საზოგადოება და ხელისუფლება, რომელიც იქნება ლიბერალური ლიბერალურ მეინსტრიმში, თავის LGBT და ყველაფრით, ოღონ რომელიც იქნება დაპირისპირებული რუსეთთან, რომ მას კოზირი კონდეს რუსეთზე манипуლირებისთვის სავაჭროთ, თუ ჭირდება ხელისუფლება, რომელიც კი ასევე იქნება კონსერვატორი, მაგრამ მის ნათქვამზე და მის პედალირებაზე არ იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. აი კითხვაა კონკრეტული. თქვენ კითხვაში პასუხიც მოიაზრება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ჭირდება სავაჭრო თემა და რა თქმა უნდა, მისთვის ტრამპისთვის მიუხედავად კონსერვატიზმისა, მიუხედავად ყველა იმ ღირსებისა, რომელიც ამ ადამიანს აქვს, ოღონდ მას აქვს თავისი ქვეყნისთვის ეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაფერი კარგი, მათ შორის განათლებას, კულტურას, მეცნიერებას აქვს თავისთვის და არა შენთვის. ამიტომ პასუხი ერთმნიშვნელოვანია. მათ აწყობთ ყოველთვის ფეთქებადი სიტუაცია და ეგრეთ წოდებული ლიბერალების ყოფნა საქართველოში. მოდით ესე ვთქვათ, საბჭოთა კავშირი ტრადიციული არალიბერალური სახელმწიფო იყო. საბჭოთა კავშირში მამათმავლობაზე იყო კონკრეტული მუხლი. ანუ შენ თუ ტრადიციებზე ელაპარაკები და ამერიკის შეერთებული შტატების იმ პერიოდში 50-იანი, 70-იანი, 70-იანი, 80-იანი ამ დონეზე გარყვნილი მსოფლიო არ იყო დღეს რო გვაქვს ჩვენ აი ეს უბედურება რასტრიალებს, ხო? ისიც ტრადიციული ქვეყანა იყო ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთიც. და შეიძლება გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე დღეს, მაგრამ საბჭოთა კავშირი ამ ფორმითაც მიუღებელი იყო მისთვის. ანუ ის რომ მე დღეს გავხდები შენი თანამოაზრე საქართველოს ხელისუფლალი, როგორც ტრადიციული ღირებულებების მიმდევარი და ამ დროს შენ გიკავია ტერიტორია თუ ხარ რუსეთის მეზობელი, არანაირ გარანტიას არ გაძლევს შენ, რომ ტრამპი შენთან ისაუბრებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა
და ჩვენ გვაწყობს. ის ისაუბრებს ჩვენთან როგორც მას აწყობს და ეხლა ჩვენი ხელისუფლების თავარი ამოცანა რა არის? ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ინტერესები ჩვენ ხომ მრავალ ვექტორობაზე ვსაუბრობდით წლების მანძილზე და რაღაცა გენიოსები ვიყავით ხო საგარეო პოლიტიკაში. აი ეს ამ ორი ქვეყნის ინტერესები აქ დავამთხვიოთ. არც ერთისთვის უარ ვიყოთ ჩვენ პრობლემა, თუმცა ურთულესი სიტუაცია, ურთულეს მდგომარეობაში ვარ და აი ძალიან ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ჩვენ საუბარში, ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ ბავშვობას, იმას რაც საბჭოთა კავშირში იყო და საქართველოს ქართველი ხალხის მეხსიერებაზე აქვს საუბარი და მე მინდა თუ საშუალება არის, აი სულ არის რამდენიმე წამიანი, ნახევარწუთიანი პატარა ცოტა უფრო ოპტიმისტები რო ვიყოთ და რო ვთქვათ რომ არც ისე არის ცუდად საქმე როგორც ჩვენ გონია ჩვენ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და თუ შეიძლება რეჟისორს თქო აი ეს პატარა პოზიტიური პატარა ფრაგმენტი გვაჩვენოს შენთან ერთად მაღლები კიდევ ერთი წელი მოგვემართა იზარდა ქვეყანა. ერთი წლისანი გახდნენ ბექა, ნინო, ლევანი, ნათია, კახა, ანი. საქართველოში კი ახლა 5,126,000-ზე მეტნი ვარ. გაიხსენეთ პირველი ციფრი. წლის დამდეგს 5,105,000 ვიყავით და დაიმახსოვრეთ. ახლა 5,126,000-ზე მეტნი ვარ. ვიმრავლოს აკვნე. აი ეს კადრები სავარაუდოდ არის 75-76, ну შეიძლება 73-15 წლებია. სათამაშოს მიხედვით ხო, ეს არის ნაცნობია, ხო? აი ეს არის 30,000 მატება იყო ერთ წელიწადში. და 5,400,000 ვიყავით, ხო? ჩვენ რო გაგვეგზელებია და თავზე არ დაგვემხო ქვეყანა, რატო გუშინ ნახე ეს ფირი და თქვენის ნებართვით ჩავრთე გადაცემაში, თქვენ ნებართვით რა თქმა უნდა. ეს ჩვენ რო თავზე არ დაგვემხო, ჩვენ დღეს 6 მილიონზე მეტი ვიქნებოდი. რატო ღმერთმა ამრავლოს ყველა ჩვენი მეზობელი და ჩვენი ახლო რაზია? რატო სხვებმა მოახერხეს ის, რომ მატება აქვთ? რატო ჩვენ მოახერხეთ ის, რომ გავნახევრდით? და მაპატეთ აბორტების და განქორწინებების რიცხვა გადააჭარბა ყველა მონაცემს. ბოლო 60 წლის განმავლობაში ისეთი ციფრებია, ხო? და ესენი მეუბნებიან მე, რომ ბელორუსიაში მინდა გავიღვიძო. აი, ცინიზმის ასე ხალხს ეზიზღებოდეს თავის ქვეყანა, ასე ხალხს ეზიზღებოდეს თავისი ადამიანი, თავის თანამოქალაქე, თავის ნათესავი, რომ ოღონდ ხელისუფლებაში დამაბრუნეთ, ოღონდ ისევ სკამებში ჩამს, ოღონდ სალაფავთან ისევ მიმიშვი, რომ აი ამას ყველაფერს გადაუსვეს ხაზზე. ბატონო მიხეილ, ეს ბელორუსიაში დაბრუნება და ეს რუსული მთავრობა, ეს არის ყველაფერი იარლიყები. საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამოაყალიბა კლასიკური ორპარტიული სისტემა. პრინციპში. ნუ უბრალოდ ახლა მეორე ამ სისტემის ერთი ნაწილი ცდილობს უფრო მეტ სუვერენიტეტის მოპოვებას. ასე ვიტყოდი. სხვა საკითხია, როგორ შეიცვლება ვითარება. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე ასე იყო. ვინაიდან თუ ყოველი 4-5 წლის შემდეგ აქ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ხელისუფლის მონაცვლეობის იქ დემოკრატიმოვა თუ რესპუბლიკელი აქაც ასეთივე თანმდევი არეულობები იქნება, ეს მხოლოდ ამაზე მიუთითებს. ეს ხელისუფლება რო იყოს პრორუსული, რო იყოს აი ლუკაშენკოს რო ახსენებენ, ხო? აქ არის არსებობდა უბრალოდ ეს არც ოპოზიცია, არც ეს აქციები და არც ეს მედია, რომელიც არის სხვადასხვაგვარი. ორ დღეში ალაგმდებოდა აქაურობა. ვინც სახელმწიფოს პრორუსულობა დააბრალაო, მას ანეკდოტებით მახსენდება რა. ხელისუფლება პრორუსული ვერ იქნება იმ რეალობიდან რა რეალობაცაა და რატო წინაპირობა, რატო ვთქვი, რომ ამ ხელისუფლებამ ყველა კანონი მიიღო მეთქი, ყველა დავალება შეუსრულა და მე ხელისუფლებას მოთხოვეს, რომ თავი უნდა მოიკლაო. აი, აქ უკვე ჩაერთო თვითგადარჩენის ასე ვთქვათ, ინსტინქტი.
უთხრეს უნდა თავი მოიკლაო, როგორც მოიკლავს თავს ზელენსკი და მისი ბანდა, ხო? იგივე შესთავაზეს და აი აქ უკვე თვითმკვლელობა მიუღებელი გახდა. გამომდინარე იმ გამოცდილებისა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ნახა თუნდაც უკრაინაში, თუნდაც მანამდე, თუნდაც ისტორიული და მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, ეს ერთი კაცის, ასე ვთქვათ, გეგმის მიხედვით მიდის, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რომელიც ძალიან კარგად ისნობს, რუსეთსაც კარგად ისნობს შიგნიდან. იმ მაღალი რანგის საფინანსო წრეებსაც კარგად ისნობს, სხვანაირად ის ვერ იქნება დასავლეთის რა თქმა უნდა, ვერ იქნება იმ კაპიტალის მფლობელი, შეუძლებელია. როჩილდებთანაც მეგობრებს. ყველასთან იმეგობრებს, როდესაც მე და თქვენ $10,000 ბიზნესი არავინ არ გვანდო და ეს ადამიანი 7-8 მილიარდიან ქონებას და ამ ბიზნესებს მართავს და რამდენ ურთიერთობაშია გადახლართული და რამდენ მსხვილ კორპორაციებთან აქვს ურთიერთობა, ხო? ანუ ამას დავანებოთ თავი, ჩვენ საქმეს მივხედოთ, შეუძლებელია ეს არ იყოს სცენარში გაწერილი და ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება არ იყოს დაფუძნებული იმაზე, რომ დღეს რა გავაკეთოთ, ხვალ რა გავაკეთოთ, ხო? რატო გააკეთა განცხადება კობახიძე 28-ში ეს განცხადება რატო გააკეთა? იმიტომ რომ მანამდე მოთხოვნა იყო 3. ხო, ეს იყო სააკაშვილის გამოშვება, ამ LGBT პროპაგანდის შეწყვეტა, აკრძალვის დენონსტრაცია იმ კანონების და ქვემდებარე აქტების, იყო აი ამ აგენტების კანონის გაუქმება. სააკაშვილი დღეს ბოდავს ისევ. სააკაშვილმა ახსენა, რომ აი მე საყვედურობენო, რატომ დათმეო მაშინ ხელისუფლება 2012-შიო. შენ ხო შეგეძლო გაგეგრძელებინა ეს პროდასავლური ხაზიო. და ამბობს ასეთ რამეს, რომ რას ამბობთო, მე ხო დემოკრატი ვიყავიო, მე მაგიტომ დავთმე სწორედაც ხელისუფლება, იმ იმედით რომ მე კლავ ხალხი გადაწყვეტდა მომავალსო, მაგრამ ეს ხო ტყუილია. მე ხო მახსოვს ელჩინ ორლანდი ყველა ის შეხვედრა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ასევე ეუთოს ოფისში, ვინ ეკითხებოდა სააკაშვილს საერთოდ დათმობდა თუ არ დათმობდა. პირდაპირ ყური აუწიეს. უთხრეს ჩვენ საგარეო გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარეც გჭირდება ახლა თქვენ რომ აქედან მოშორდეთ ნაცები. ხო, რა თქმა უნდა. თუმცა ბოლო მომენტამდე ცხენზე იჯდა, გახსოვთ ხო? ბრავა და ისეთი კონდა რომ ხვალ არ მეორე დღეს არჩევნებს იგებდა. მეორე დღეს არჩევნებს იგებდა და ის ძალიან დიდ წილს დაღვრიდა საქართველოში ამ არჩევნებში. შეინარჩუნებდა უბრალოდ მე აქ რა მოხდებოდა შტატები არ იყვნენ დარწმუნებული რომ 2008 წელი როდესაც რუსეთმა მოახერხა იქ ოჭოსანთან ახვევა ტანკების 2012-ში ის ტანკები არ შემოვიდოდა დაუშვათ თბილისის შემოგარენში. ანუ სამოქალაქო დაპირისპირება იყო მაშინ დიდი ალბათობით. მაშინ არ წავიდნენ სამოქალაქო დაპირისპირებაზე. იმიტომ რომ კიდე ეგულებოდა სიტუაცია, რომ საქართველოს მაინც კონტროლებული იქნებოდა და დღეს უკვე მიდიან ამ დაპირისპირებაზე. ანუ რის თქმა მინდა, მაშინ რუსეთთან იხელა კონფრონტაცია მაინც არ ქონდათ, როგორც დღეს აქვს. ანუ უკრაინამ ეს კონფრონტაცია აუწია უმაღლეს ნიშნულზე, ხო? ამიტომ დღეს უკვე არის ვინ ვის დაასებს, ვინ ვის უკრაინის კონტექსტში ახლა ეგ საინტერესოდ ვითარდება მოვლენებით. ჩვენ ვიცით რომ მოხდა ეს ტერორისტული აქტი კირილოვზე, გენერალური ლეიტენანტი, რომელიც პრინციპში ერთადერთი იყო, რომელმაც ამხილა ეს ანგლოსაქსონური სამყარო ამ ბიოლოგიური ლაბორატორიების უკრაინის გასწვრივ და არა მარტო სხვა ქვეყნებშიც განთავსებაზე და რუსეთის ხელისუფლებას სერიოზული ეჭვი ჰქონდა რომ აქ უკვე ჩართული იყვნენ უშუალოდ დასავლური სპეცსამსახურები ამ ადამიანის ლიკვიდაციაში. უშუალო შემსრულებლები ახლა როგორც ვრცელდება ინფორმაცია დაკავებული ყავთ უზბეკები, რომლებიც პირდაპირ ხაზზე იყვნენ უკრაინის SBU-სთან, უშიშროებასთან და $100,000 გასამსჯელო კი არა კავშირიც უნდა ყოფილიყო სატელეფონო ხაზზე იყვნენ ფიჭურ ხაზზე როგორ ხორციელდებოდა ის დაანაღმვა იმ ელექტროველოსიპედის და ასე შემდეგ როგორც მოხდა ამ კირილოვის ლიკვიდაცია. აქ ეჭვები ჰქონდათ, მაგრამ შტატებში უკვე უარყვეს კატეგორიულად ყველანაირად დაიფიცეს, რასაც ქვია რომ ჩვენ არჩეულებულ ვართ ამ ადამიანის ასე ლიკვიდაცია ქვია ამას პრინციპში რაც მოხდა ტერაქტის შედეგად, მაგრამ აქ განცხადებები გააკეთა მედვედევმა, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც არის უშიშროების საბჭოს დივნის მოადგილე. და თქვა ასეთი რამ, რომ ჩვენთვის ახლა ყველა ეს ასეთივე გენერალი, ოღონდ ნატოელი, ნატოს ქვეყნის გენერალი არის ლეგიტიმური
სამიზნე. ანუ როგორც კლავენ ჩვენს გენერალს, რომელსაც ჰქონდა ძალიან საპასუხისმგებლო პოსტი, შესაბამისად ისინიც უნდა ელოდონ, რომ ზუსტად ასევე შეიძლება რომელიმე მათი გენერალი ან ადმირალი დაიღუპოს. რუსეთს ამის გამოცდილებაც აქვს, თქვენ გახსოვთ ზელიმ ხანიანდარბიევი ყატარში გამოასალმე სიცოცხლეს. ან რუსეთის სამხედრო დაზვერვა. ხო და აი ამ უკრაინის კონტექსტში ახლა არც ის არის გამორიცხული, როდესაც ტრამპთან დაჯდებიან, თქვათ, მოლაპარაკებაზე თუ დაჯდნენ, რუსეთი აქვე აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის არ აპირებს არანაირ კონფლიქტის გაყინვას. იმიტომ რომ კონფლიქტის გაყინვის პირობებში დღეს Reuters-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე განიხილება უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკის ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, დასავლური შენაერთების განლაგება, აქ საუბარია ფრანგული, იტალიური, ბრიტანული და პოლონური ჯარების, პოლონეთი ამბობს, რომ არ გაუშვებთო. აი, ასე შეიძლება განვითარდეს მოვლენები. თუმცა, ახლა ზელენსკი, როგორც ჩანს, ბევრს ფიქრობს და იძახის, რომ არა, ჩვენ ჯერჯერობით არ განვიხილავთ ამ დასავლური შენაერთების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას. და ბატონო მიხეილ, ამ გეოპოლიტიკის კონტექსტში თქვენ ახსენეთ და შევეხეთ ამ საკითხს, საკმაოზე მეტად საინტერესო ინტერვიუ მისცა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ლიდერმა, პრეზიდენტმა ილჰამ გეიდარის ძე გეიდარ ოღლუმ, როგორც აზერბაიჯანელები ამბობენ, ალიევმა. პირდაპირ ვიტყვი, მე უსმინე დედანს, ან უყურებდი და მინდა გითხრათ, რომ ეფექტი მოახდინა იმ თვალსაზრისით, რომ მუსრი გაავლო, უბრალოდ კი არ გააკრიტიკა. მუსრი გაავლო საფრანგეთს კრებსით ფორმაში, ანუ ხელისუფლებას და უშუალოდ მაკრონს. ეხლა იქ სემანტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანუ ეხლა რო იტყოდა სიტყვა სკაზიოლ, პაუზას აკეთებდა. ეს სკაზიოლ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა რუსეთში. ანუ ფაქტობრივად 300-ზე გაშვება არის, როგორც ეხლა ჩვენთან აქ იტყვიან და პაუზის შემდეგ ამატებდა atpushenia, ანუ განტევების ვაცი. მაგრამ სანამ ამ განტევების ვაცი იტყოდა, აი ვაცი თავში მოქცეული რო იყო სიტყვა ამ დიდი პაუზის შემდეგ. ფაქტობრივად ამ ფრანგებზე ამბობდა, რომ ესენი არიან აი რა სკაზიოლები. ხო, ანუ აი 300-ზე რო იციან გაშვება. ხო, აი ასეთი პრინციპში ესეთი ცბიერი აღმოსავლური მუსრის გავლება მოუწყო საფრანგეთს. ბევრი ფაქტები დაასახელა, თქვენს მიერ ნახსენებით მომენტიც იყო, რომ სომხეთში შედის დიდძალი იარაღი და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის თავდაცვითი იარაღი. ეს არის შეტევითი იარაღი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძალიან დიდი პრობლემა და არეულობა მთელ ამიერკავკასიაში და აქეთკენ მიდიანო ფრანგები. ის არ დააკონკრეტა საიდან შედის ეს იარაღი. თუმცა ნუ რამდენიმე ხაზია ახლა თურქეთი რო არ უშვებს ამ იარაღს. აღმოსავლეთის ორჯერ 4-4-ია. გარდა აზიის კი გააკრიტიკა თავრობის წარმომადგენლები, ისინიც ასე მოიხსენია. თუნდაც ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა არის შემოსული, ეს ბაირუ და ბაირუზე კიდე აქვე ინტერვიუს გარდა ჩავამატებდი, რომ Le Parisien-ს მისცა ინტერვიუ მარინ ლეპენმა, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, რომელიც საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს და თქვა, რომ მაკრონს აქვს ილუზია, რომ 2027 წლამდე, ანუ ვადის ბოლომდე იქნება პრეზიდენტად. ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ ბიუროკრატიულ რესურსებსაც კი არ დაუტოვებ, ანუ ბერკეტებსაც არ დაუტოვებ, რომ ამ ვადის ბოლომდე იყოს თავის ამ საპრეზიდენტო პოსტზე. ახსნა რატომ? იმიტომ რომ ბაირუ, რომელიც სხვანაირად აზროვნებს, პრემიერ-მინისტრი, მას თავის უკვე ცენტრისტულ კოალიციაში ექნება პრობლემაო. ანუ ყველანაირად მაკრონს ფაქტობრივად ექნება შეზღუდული მოქმედების არეალი. ნუ ეს მარინ ლეპენი ამბობს. და ახლა რაც შეეხება ალიევს, საქართველოსაც გაამახვილა ყურადღება და ნუ თქვა, რომ ეს მაკრონის ყურებმა აქაც არ მოისვენა რეგიონშიო, ეს საქართველოში ჩანსო და თქვა, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანიო ჩვენთვის. ეხლა გადისო ფრონტის ხაზიო საქართველოსეო. პირდაპირ თქვა, მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც ბევრად ჩვენზე ძლიერია, როგორც ფინანსურად, ისე, რა ვიცი,
სამხედრო კუთხით მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ მეტია. ამაზეც მიუთითა, რომ 2020 წელს, როდესაც ერთი გასვლა იყო იქ რეგიონებზე, კბილები წაიმტრიესო. ნუ აქ უკვე გულისხმობდა სომხეთს და 2023 წელსო. და გულისხმობდა მათ სპონსორებს საფრანგეთში და მთლიანად დასავლეთში. არასამთავრობო ორგანიზაციებზე ასევე მუსრი გაავლო ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიებს, რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას. და ნუ USAID-ზე გულისხმა ის ამ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომ ამერიკელები საოცარი ხალხია, გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა რომ დაგეხმაროთ. ჩვენ ვეუბნებით, რომ არ არის ამის საჭიროება, რომ არა ჩვენ მაინც და მაინც გინდა თუ არა უნდა დაგეხმაროთ. ასე ხო არ ხდებაო. ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ შტატებში, გვაქვს ამის შესაძლებლობა და ფინანსები, რომ დავაფინანსოთ მედია საშუალებები და არ ვაკეთებთ ამასო. რა უნდათო ჩვენ აულაგმეთო ეს ყველაფერი შევაჩერეთ აქ აზერბაიჯანშიო. საფრანგეთთან 13 ქალაქთან გვაქვს ჩვენ ქალაქებს აქვს დაძმობილებული ქალაქები. მაგრამ ყველაფერი ქნეს რომ ურთიერთობები გაეფუჭებინათო. აი ყველაფერი საქართველოს სამწუხაროდ იგვიანებსო. აი ამას გაუსვა ხაზი. საქართველოს სამწუხაროდ იგვიანებს და აი დაგვიანებაზე რომ ბრძანეთ. აი თუ პატარა ისტორიას მოგიყვებით, აზერბაიჯანელების დამოკიდებულება პოლიტიკასთან, არა მარტო პრეზიდენტების, არამედ რიგითი მოქალაქეების. როდესაც ვლადიმერ პუტინმა 2000 წელს განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს საქართველოს და აზერბაიჯანთან, მაშინ გახდით მოსკოვში ბატონ ვახტანგ გოგუაძესთან ერთად, დაახლოებით 1-2-3 კვირა მოგვიწია იქ ყოფნა. უბრალოდ ჩვენ იქ ყოფნის მომენტში გაკეთდა ეს განცხადება და იმ პერიოდში ჩემ ყოფილ კოლეგასთან, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწესთან მქონდა ურთიერთობა. და ვიკითხე, რას აპირებთ მეთქი თქვენ და რას ვაპირებთო და 20 კაცი უკვე გავლენიანი რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანელი, მათ შორის მოსკოველები, მიეგზავრებიან ალიევთან, რომ ეს სიტუაცია უფროს ალიევზეა საუბარი, რომ ეს სიტუაცია როგორმე განიმუხტოსო და ნუ ახლა ჩვენც მოვინდომეთ შევხმიანებოდით იქ ვინც არიან ქართველები, მაშინ დღევანდელი ქართული დიასპორა და დღევანდელი ქართველები ვინც არიან აბსოლუტურად უკვე მაშინ ძალიან ახალგაზრდები და პოლიტიკაში არ იყვნენ და ამ შედარებას რატო ვაკეთებთ ეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და ჩვენ რატო ვსაუბრობთ ბატონ მამუკაფიფიაზე ასე რომ იმ პერიოდში შენ ბიზნესმენს ვერ იპოვიდი მოსკოვში რომ დაგლაპარაკებოდა მოკლედ დავიწყეთ კამპანია რომ შეგვეგროვებია რამდენიმე ხელმოწერა გავლენიანი ქართველების ვინც არიან მოსკოვში, რუსეთში, რომ ანალოგიური წერილი მიგვეწერა ვლადიმერ პუტინისთვის, რომ აი ძალიან გთხოვთ, იქნებ დაფიქრდეთ, რაღაცა გადავდოთ. ერთი კაცი ვერ ვნახეთ. 4 თუ 5 დღე ჩამოურეკე ყველას, ზოგი აგარაგზე იყო, ზოგმა თავი მოიავამტყოფა, მოკეთ ქართველები გაჩერდნენ, ხმა არ მოიღეს. იქაური ბიზნესმენები, რომლებიც კარგად იყვნენ, ისინიც გაჩუმდნენ. და 5 დღის შემდეგ ალიევის 20 კაციანი ასე ვთქვა დესანტი რო ჩავიდა მოსკოვიდან 5 დღის შემდეგ ჩამოდის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე არ ვიცი რა საუბარი იყო რა შედგა აზერბაიჯანს არ შემოიღეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ვიზები საქართველოს წინააღმდეგ შემოიღეს ვიზები რომლის გაუქმებაც მოხდა და 1 წელი ცოტა მეტის წინ ისეც ჩვენ ამაში მონაწილეობა მივიღეთ რატო ვამბობ ვაგვიანებთ კი არა ჩვენ ტრადიციულად აი ამ დასავლეთთან კოპწიაობა და დასავლეთთან აი ამ ერთია მაპატიეთ არ მინდა ხა ის სიტყვა თქვა მიგვიყვანა აქამდე ალიევმა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყო მან რამდენიმე წლის წინ გააკეთა განცხადება მე არც ნატოში მოვდივარ და არც ევროკავშირშიო მავანი ამბობს რომ ალიევს აქვს ნავთობიო დაგენიზლავებით ნებისმიერს საქართველოს რომ ნავთობი ქონდეს ამდენს ვერ გავაკეთებთ. იმიტომ რომ სხვაზე ცუდები და არა, ჩვენ ან ძალიან ვაგვიანებთ, ან ძალიან წინ გავრბივართ. დღეს როცა აბსოლუტურად უნდა ჩუმად იყო და გაყუჩული იყო და დაელოდო როცა ეს ევროკავშირი უკვე ხუხულად იქცა და ჩამოიშლება და აქ მიძვრები. იმიტომ რომ შენ თანამდებობა აღიდგინო, ამაზეა საუბარი და კიდევ უარესია, თქვენ სააკაშვილი ბრძანეთ. სააკაშვილი ბოდავსო, ხო? ჩვენ იცით როდის ბოდავდით? 2004 წლის იანვარში გაყინული თბილისი რო იყო და სახლიდან გარბოდა ხალხი მეზობლებს ვეკითხებოდი სად მიდიხართ უთხარი და
სააკაშვილს ხმა უნდა მივცეო. მოვთხრათ თქვენ აზროვნებთ რას აკეთებთ? კონვერს მოედანზე ვისაც ახსოვს ბაზარი იყო პირველ სართულზე გადაიტანეს მე რაღაცა მოკეთ რა. და მეხორცეები იყვნენ. და იქ მომიწია ყოფნა და გარბოდნენ და მაშინ 4 თუ 5 ლარი ღირდა ხორცი და ლარნახევრად გაყიდეს და სად მიდიხართ მე ვუთხარი და ისო სააკაშვილის მიტინგზეო ვიცნობდი ყველას. ბიჭო მე ვუთხარი პირველს თქვენ გამოკრით აქედან მეთქი. ისე კაი მიამიღეს ყველაფერი. როგორც კი მოვიდა სააკაშვილს იმ წუთში გაიყიდა ეს საკონვერტო ბაზარი და დღესაც არის ვიცით ხო ყველა. ანუ რის ქვემდა და როცა შენ სააკაშვილს ირჩევ. როცა შენ პაშინიანს ირჩევ. მაბატიეთ, როდესაც ზელენსკის ირჩევ, მაშინ რატო გაქვს პრეტენზია, რომ შენ უნდა იყო კარგად? აი რატო მე არ მესმის რა? არ მესმის ახლა მე და თქვენ ვითამაშოთ ექიმის როლი და მე შვილმა პატრონმა პაციენტი მოგვიყვანოს რომ ოპერაცია გაუკეთეო. ანუ მე ხო დასაჯელი ვარ, მაგრამ ის პატრონი კედელთან არის მისაყენებელი, თავისი უვიცობის გამო. ანუ რაც მოგდის ჩვენ და რაც მოგვივიდა ამ ბოლო 32 წლის განმავლობაში, ნუ რა უნდა დავაბრალებთ. ეს ჩვენი ბრალი იყო. როგორ შეიძლება შევარდნაძეს, გამსახურდიას და სააკაშვილს 10 წლის ინტერვალით პლუს მინუს აეღო ერთ და იგივე რაოდენობის ხმა. აი ამ სამ აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპას, ფსიქოტიპი, გნებავთ განათლება, გნებავთ პოლიტიკური ნებისმიერი კუთხით ავიღოთ. ახლა ამას რო დაუშვებ, მე ბატონო ის პატარა ნორმალური გააცვეთილებები, რომელსაც ეს ხელისუფლება იღებს, პატარა მე არ ვიძახი დიდ გააცვეთილებებს. მშვიდობის მაშინ ნუ გიკვირს ეს ამბავი რა. ნუ გიკვირს ახლა მე ჩემს საყვარელ თემას დაუბრუნდები. ვინ არის დამეზარა დღეს მოძებნა რა. ვინ არის ჩვენი ელჩი ევროკავშირში? სრული ჩავარდნა საგარეო პოლიტიკის როცა ამ ქალს მესმის იპიპი თუ რომელიღაც პარტიის თავისი კანტორის თავის სამმართველოს ხალხი შეიკრიბა. მაგრამ ჩვენი ელჩი უნდა გამოსულიყო და უნდა დაეგმო ეს პირდაპირ ინტერვიუ უნდა ჩართულიყო იქიდან. სადაც გამოდიოდა ეს ქალბატონი, იქიდან უნდა გამოსულიყო და უნდა ჩართულიყო. ყველა საქართველოს ყველა ელჩი რომელიც დღეს არის, ყველა ელჩი უნდა ამოეღო ხმა და უნდა ეთქვა რომ ეს არის ანტიქართული. ბატონო მიხეილ, თქვენ გიკვირთ რომ ტანგოს თამაში გრძელდება? მე არ მიკვირს არაფერი სამწუხაროდ, მე იმის მეშინია, მე არაფერი აღარ მიკვირს ამ ქვეყანაში. მე იმის მეშინია რომ ჩვენ დავაგვიანებთ და მე ბატონი ალიევის განცხადება რომელიც ძალიან საყურადღებოა და მე ყველას მინდა ვინც პოლიტიკასთან დაინტერესებული ეს წაიკითხოს რა მინიშნებებია ეგ და რა ქვედინებები შეიძლება მოყვეს იმას თუ ჩვენ ჭკვიანად არ მოვიწერთ. აქ შეგვიძლია მოდელირება გავაკეთოთ. საქართველოს აქვს სტრატეგიულ მოკავშირეობაზე ხელშეკრულება აზერბაიჯანთან. კი ბატონო. საქართველოში ცხოვრობს 9 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელი. თუ ის მესიჯები, ის გზავნილები, რასაც ალიევი აცხადებს და არა მარტო ნატოსთან დაპირისპირება რუსეთის და უკვე ემზადებიან რიგი ქვეყნები, იქ შვედეთს აქვს გამოთქმული მოსაზრება, რომ ახლა უნდა დავიწყოთ ბუნკერების მომზადება. მე გავხდით მოსკოვში 2 წლის წინ და სამედიცინო დაწესებულებაზე ახლა იქ რო გავიარე ერთ-ერთ ზაგორიეში მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში ახალი პოლიკლინიკა აშენდა, რომელიც გარიყო და ამის ქვეშ 2 ამდენი არისო მეუბნებიან. ანუ ეს უკვე მიდის მზადება იქ. და შესაბამისად ეს რა მოხდება იქ დასავლეთის მიმართულებით ფრონტზე და იქ ვითარება როგორ დაიძაბება ერთი საკითხია, მაგრამ ალიევმა რაც დღეს ამ ინტერვიუში თქვა, ღმერთმა დაიფაროს, რომ რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირება მოხდესო. ეს იქნებაო უსერიოზულესი აპოკალიფსისიო. და ეს სცენარი ღმერთმა დაიფაროს, რომ განხორციელდესო. მაგრამ ის რაც მიანიშნა, რომ ხდება დიდძალი შეერაღების შეტევითი იარაღის შეტანა, თუნდაც სომხეთში და არ არის აქ ვითარება მარტივი, აზერბაიჯანმა შეიძლება გამოთქვას ესეთი იმპერატიული განცხადება გააკეთოს, რომ ჩვენთან ჩვენი ეთნიკური მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები, აზერბაიჯანული წარმოშობის უნდა უფრო კარგად იყვნენ დაცულები და სტრატეგიული სიმაღლეები ჩვენ ხელშია სამხრეთ საზღვარზე და მოდით ჩვენ აქ უნდა განვათავსოთ სულმცირე 2 პოლკი. ბაქო ჯეიხანის რატო არის ეს შეუძლებელი? არაფერი შეუძლებელი, ძალიან შესაძლებელია და კაციშვილი ვერ გაუბედავს ალიევს. ამის ხელისუფლებას კიდე ისიც მაძლევს, რომ ჩვენ ხშირად გადაცემებში თურქეთთან ურთიერთობებს ვიხილავდით გასულ საუკუნეში რა ხდებოდა მიწების დაკარგვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არავის არ დაავიწყდეს, რომ პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე, როგორც დაშნაკებს ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიების მიმართ პრეტენზიები და ქობულეთამდე ზღვაზე გასასვლელს ეთხოვდნენ
და სამივე ამიერკავკასიის ქვეყანას ჰქონდა წარდგენილი თავისი ვერსიები რუკაზე, ასევე ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს ჰქონდა და საქართველოს დელეგაციასთანაც იყო ამაზე საუბარი, რომ ბორჩალოში უნდა მომხდარიყო თუნდაც ზაქათალის ოლქის ესეთი მონაცვლეობა უნდა გაკეთებულიყო და ამაზე მენშევიკებმა თავი შეიკავეს. იქ ტოპონიმებიც კი აზერბაიჯანულია და მინდა გითხრათ სააკაშვილმა დაიწყო გამოცვლა. რაღაც სოფლებია დამია გერარხის და რქვა საიმერლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის შიშები და რისკები სააკაშვილიც კი გრძნობდა თავის ზურგის ტვინით, ხვდებით და ახლა მე ამას არ ვიძახი იმ კონტექსტში, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ვითარება დავძებოთ პირიქით. ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, როგორც ალიევმა თქვა, მრავალი საუკუნეებია ჩვენ მეგობრობთ. გვერდ-გვერდაც ყოფილვართ და მეორე მსოფლიო ომშიც გვერდ-გვერდ იბრძოდნენ ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც და მათ შორის სომხებიც. შესაბამისად ეს რისკებია უბრალოდ გასათვალისწინებელი, რომ თუნდაც ამ სტრატეგიული პარტნიორობის მხრიდან აქ რო ვითარება აირიოს კავკასიაში, არავის არ გაუკვირდეს, რომ მთელ სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში აზერბაიჯანთან საზღვარზე ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდეს აზერბაიჯანული ნაწილები. ის ბაქო ჯეიხაზე შემთხვევით რამე პასუხისმგებლობა ხო არა აქვს აღებული აზერბაიჯანის მხარეს? აქ სამოქალაქო არა ვიცი რაც აქვს და ძალიან მძიმე რამ შეუულიათ გააკეთონ რიტორიკული კითხვა დავსვი. რატო არის აზერბაიჯანისთვის ახლა მნიშვნელოვანი საქართველოს მშვიდობა? ღმერთად დაიფაროს აქ აფეთქდეს სიტუაცია აი ეს პროცესები, რომელიც უნდა დაწყებას აპირებენ სომხეთის მეორე დღეს დაარტყავენ აზერბაიჯანს. იმიტომ კი არა რომ სომეხ ხალხს ეს უნდა. არა, არ ჩვენ გვინდა ხალხს, მაგრამ ჩვენ ხედავთ ამ რუსთაველზე ვინ დარბიან და ჩვენ დავინახეთ მე ჩემი განსახედიდან ჭკვიანმა სომეხმა, პრაგმატულმა სომეხმა ხალხმა ვინ აირჩია. ვის აწყობს კავკასიაში აფეთქება? აი ეს არის მთავარი რიტორიკული კითხვა. რუსეთს აწყობს კავკასიის საბობოქრება თუ დასავლეთს აწყობს რუსეთის ძირში? ამაზე დღეს რუსეთის ასე ვთქვათ სამეზობლოში მის გვერდით, ჩრდილო კავკასიის გვერდით აფეთქება? რას ლაპარაკობთ? რუსეთისთვის იქნება უსერიოზულესი პრობლემა. რომლის დაძლევასაც რა თქმა უნდა ყველა შეძლებს. ნებისმიერი ომი მთავრდება ადრე თუ გვიან, მაგრამ გააჩნია რა მსხვერპლით მთავრდება, რა დანაკარგია და მერე ქვეყანა რა მდგომარეობაში ის პატარა სიუჟეტი თუ პატარა ფირი რომელიც ახლა დღეს ჩვენ ნახეთ, რატო გადავწყვიტე გვენახა. ჩვენ 6-700,000 ვიყავით და გავხდით 5 მილიონი ნახევარი. ანუ იმედი იმისი რომ ჩვენ გადავრჩებით და ქვეყანა შეძლებს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ეს ბავშვებია იმედი და ისა რომ შეიცვლება და როგორც კი შეიცვლება პატარა ქვეყნის დალაგება, ისე როგორც პატარა ბინის არევა ძალიან მარტივია და ასევე დალაგებაა, ასევე პატარა ქვეყნის დალაგება ძალიან მარტივია. ჩვენ სულ რამდენიმე წელი დაგვჭირდება პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რომ საქართველოს 2-3 წელიწადში უკვე ეკონომიკურად სოფლის მეურნეობის პროდუქციის მხრიდან იყოს თვითკბარი ქვეყანა. აი ეს არის მთავარი და ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი 2-3 წუთში ამოიწურება ჩვენი საეთერო დრო. ჩვენ დღეს გამოგვაცხადა კიდევ ერთხელ ვამბობ და კარგად დავიმართოთ დღეს ამ ქალბატონმა, რომელიც ჩავიდა იქ საქართველოს დასასმენად, საქართველოს შესთავაზა პოლიგონად დასავლეთს. და ახალი ესკალაციის ფაზა იწყება, რომელშიც იქნება მაქსიმალურად ჩართული ყველა ძალის ბოლო ძალის მობილიზაცია იქნება. დიდასტურებთ ეს დასასრულს მე მინდა ხვალ ნიკოლოზობა არის, გუშინ ბარბალობა იყო მოგილოცავთ, დღეს საბაობაა და ხვალ მუდესწმინდანის ნიკოლოზობა ხსენების დღეა და მრავალს დავესწროთ და იყო ჩვენი ეკლესიის მფარველი წმინდა ნიკოლოზი და ჩვენი ქვეყნის და ჩვენ კიდე ისე ვიცხოვროთ და ისე მოვიქცეთ, რომ ღვთისწყალობა დავიმსახუროთ და არ გავგიჟდეთ აი ამ მით უმეტეს მარხვის პერიოდია, უმძიმეს პერიოდია მარხვაში. ხვდებით რასვამო და მაქსიმალური გამძლეობა მეგობრებო და მაქსიმალური სიმშვიდე. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და დაუსრულები იყავით. მადლობა ბატონ მიხეილ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.